დღეს იყო ლაპარაკი დამოწმება გამოუვალ მდგომარეობაზე. ხშირად ჩვენ შევდივართ ამ მდგომარეობაში, ხშირად გონია რომ ის გამოუვალი მდგომარეობაა, თუმცა ღმერთისთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ყველა მდგომარეობაში ღმერთს აქვს გამოსავალი. ხშირად ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ხშირად ჩვენი მხედველობიდან დაფარულია ეს ყველაფერი. და რომ ვლოცულობ და გონია რომ არის გამოუვალი მდგომარეობა, ღმერთს გამოვყავართ იქიდან. როცა ვლოცულობთ გამოუვალ მდგომარეობაში, ჩვენ ვამბობთ, ოღონდ ღმერთო, ოღონდ ეხლა შეიცვალოს, ოღონდ. ვიცვლება რაღაცეები და მე გვავიწყდება ის რაც ვთქვით. რამდენჯერ იყო ეს ასე? რამდენჯერ იყო ეს შენ ცხოვრებაში? იცი ხშირად ძნელ დროში ვლოცულობთ, ღმერთო, თუ ახლა შეიცვლება, თუ ახლა შეიცვლება, იცვლება და მე გავიწყდება. ისევ დამოკიდებული ხდები რაღაცაზე. მეგობრებო, ცათა სამეფო, მე არ ვამბობ ცის სამეფო, ცათა სამეფო. ეს პრინციპია. ის როგორ დამკვიდრდება ჩემ შორის, თუ მე ვერ დავამკვიდრე მისი პრინციპები, მისი წესები ჩემ ცხოვრებაში. თუ მე ვერ შევედი ამაში. არ ვიცი უსმენდი თუ არა, პასტორი ლაპარაკობდა სამი რაღაცა თქვა მან. ეს ძალიან საყურადღებოა მეგობრებო. სამი რაღაცა ცათა სამეფოში, რომლის გარეშეც ვერც კი იხილავ ცათა სამეფოს. პირველი ნიკოდემოს უთხრა, თუ ზეციდან არის შვები. რჯულს დაიცავ, რას გააკეთებ, რამდენ წიგნს წაიკითხავ, რა რიტუალს შეასრულებ და როგორ იქნება. თუ ზეციდან არის შვები. არა თუ შეხვალ, ვერც კი იხილავ ცათა სამეფოს. მე მორწმუნე ვარ, მე მწამს. იაკობი ამბობს, შენ გწამს რომ ღმერთი ერთია. კარგ შვები, ეს ცუდი არ არის. კარგია. მაგრამ ეშმაკებსაც წამთ ღმერთი რო არსებობს. უფრო მეტი, შენ ღმერთი არასდროს არ დაგინახია, ისინი ხედავენ. მაგრამ ისინი მაინც ეშმაკებად რჩებიან. არაფერს მათ ცხოვრებაში რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, არაფერს არ ცვლის. გასაგებია? ამიტომ ის რო შენ გწამს რაღაცა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ნიკოდემოსი მორწმუნე იყო, უფრო მეტიც ის რჯულის მოძღვარი იყო, უფრო მეტიც ის სინედრიონის წევრი იყო, უფრო მეტიც ის ისრაელის ერთ-ერთი მთავარი იყო. იცი რას ნიშნავდა გამხდარიყავი ფარისეველი? ეს დღეს სიტყვა მატყუარას ნიშნავს. ფარისეველი თვალთმაქს ნიშნავს. მაგრამ სინამდვილეში ამ სიტყვის მნიშვნელობა სხვა რამე იყო. ფარისეველი ნიშნავდა ღმერთის მსახურებისთვის გამოყოფილს, რომელმაც თავი მიუძღვნა ღმერთის მსახურებას. ამას ნიშნავდა. ის რომ ფარისეველის წოდება გქონოდა, მოსეს ხუთწიგნეული ხო ზეპირად უნდა გწოდნოდა. ისე კი არა რომ მე მგონია სადღაც წერია, ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე, საწერია ბიბლიაში. არა, მოსეს ხუთწიგნეული ფაქტიურად ზეპირად უნდა გწოდნოდა და დანარჩენი 34 წიგნი ძველი აღთქმისა. კარგად. ისე კი არა რომ მე მგონი, არა, კარგად უნდა გწოდნოდა. ანუ და მერე კიდე ამას გარდა ძალიან ბევრი დებულება, ძალიან ბევრი განმარტება უნდა გწოდნოდა. და საერთოდ ებრაელები ესე ახალგაზრდა ასაკში ვერავინ ვერ იღებდა ამ ტიტულს. იცით რატომ? იმიტომ რომ ეს რო გესწავლა ყველაფერი, ამას დრო ჭირდებოდა. ამიტომ იყო პავლე განსაკუთრებული იყო, რატო იცი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა ღირსი გამხდარიყო ფარისეველთა დასის წევრი. იმიტომ რომ ძალიან დიდი მოშურნეობით გაიარა ეს ყველაფერი. სადღაც 30 წელს იქით უკვე პავლე ფარისეველი იყო. როგორც გადმოცემა ამბობს და ისტორია ამბობს. მაგრამ ნახეთ, მე რატო მოგიყვანეთ ახლა ეს და რატო გითხარით? ნიკოდემოს ელაპარაკება ქრისტე. ნიკოდემოსი მოდის შეკითხვით, მას მის აზრებში არის უთანხმოება, ვერ ათანხმებს რაღაცას. ხედავს რომ იესო ქრისტეს ცხოვრებაში აშკარად ღმერთი მოქმედებს. ღმერთი მოქმედებს მისგან, იმიტომ რომ ქვრივის ძე აღადგინა, იმიტომ რომ წყალი ღვინოთა ქცია, იმიტომ რომ იაროსის ქალიშვილი აღადგინა, იმიტომ რომ ლაზარე აღადგინა, იმიტომ რომ სასწაულები ხდება 5 პური და 2 თევზით 5000 კაცი დააპურა, იმიტომ რომ ღელვა შეაჩერა გენესარეთის ტბაზე და რა ვიცი, უამრავი და არა მარტო სასწაულები. ბიბლიის სიტყვის ცოდნა
დროული ცოდნა. ისეთი კი არა, რომ აი თავი აქვს, აი ამ ხელა და მეტი არაფერი და მკვდარი. არა, ცოცხალი სიტყვა, რასაც ლაპარაკობს, ხო გახსოვთ პილატემ მეთქი ჰეროდემ, რომ მის შესაპყრობად გააგზავნა ხალხი. დაბრუნდნენ უკან цаრიელები. არ დაიჭირეთ, ეუნები. არასოდეს კარცისი არ ვლაპარაკნია, როგორც ის ლაპარაკობს. ძალაუფლებით ლაპარაკობს. ანუ ის სიტყვას კი არ ლაპარაკობდა. და ხშირად არის ხოლმე, რომ უსმენ ადამიანს და წაიკითხა რაღაც პოსტალიონებით. აი იყო წერილი, მოიტანა მეორე ადგილზე, მის ცხოვრებას არაფერი არ ეხება. არა, იესო ქრისტე არ ლაპარაკობდა უბრალოდ სიტყვას. ის ლაპარაკობდა ცოცხალ, რომელიც მოქმედი იყო, ის მოქმედებდა. ძალაუფლებით ნალაპარაკების სიტყვა იყო. და ეს იწვევდა ძალიან დიდ გაოცებას. ნიკოდემოსი ფიქრობს, კი, მაგრამ მას არ გაუვლია არც ერთი სკოლა. არ აქვს არც ერთი დიპლომი. არ ფლობს არანაირ ხარისხს. ჯერ ეს აინტერესებდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი. როცა ეს გზა, რაც მე გავიარე, არ გაუვლია და მას ჩემზე მეტი აქვს და ყველა ჩვენთაგანზე მეტი აქვს. საიდან აქვს ეს ყველაფერი? ჯერ გაინტერესებდა. მერე მეორე. აშკარად ღმერთისგან არის წარმოგზავნილი, მაგრამ თუ ღმერთისგან არის წარმოგზავნილი, ჩვენთან რატო არ არის? ჩვენთან რატო არის დაპირისპირებული? რატო მოგვდის ჩვენ ხშირად მასთან უთანხმოება? რატო ჩვენ შორის არ არის? რატო ჩვენთან ერთად არ არის? ზუსტად ეს აინტერესებდა ალბათ. იმიტომ რომ მივიდა ღამე, რატო მივიდა ღამე? დღე ვერ მივიდოდა, იმიტომ რომ არაპოპულარული იყო, იესო სექტანტი იყო. მაშინდელ საზოგადოებაში. ეს არ იყო პოპულარული, რაღაც ტრადიციული, რაღაც მიღებებზე რო ეძახიან. დიდ შეხვედრებზე რო ეძახიან, წინა ადგილებში რო დასვავენ, სხვადასხვა პროექტებს რო აკურთხებინებენ. ეს არ იყო ესეთი მიღებული რაღაც. ძალიან არაპოპულარული იყო. ამიტომ მივიდა ღამე, იმიტომ რომ დღე ვერ მივიდოდა. დღე რომ ისულიყო, ეთყოდნენ, სად მიხვედი? ვაიმე. და ეკითხება, ჯერ სიტყვა, რაც ნიკოდემოსმა აღიარა, ეუბნება რაბი. ტიტულით მიმართავს, ეუბნება რაბი. თვითონ რაბინი მიმართავს ვიღაცას, ვინც აღიარებულია სექტანტად, რომელსაც აცეთი სკოლა არ გაუვლია, არანაირ ხარისხს არ ფლობს. ეუბნება რაბი. ჩვენ ვიცით, რომ შენ უბრალოდ რაბი კი არ ხარ. ღმერთისგან მოსული რაბი ხარ. ზუსტად ასე ეუბნება იოანეს მესამე თავი გადაშალეთ. პირველი მუხლიდან და ნახავთ. მივიდა ღამე მასთან და უთხრა რაბი. ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი ღმერთისგან მოსული. სიტყვა მოძღვარი რაბის ნიშნავს. ეუბნება რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ უბრალოდ რაბი კი არა ხარ. ღმერთისგან მოსული რაბი ხარ. იმიტომ რომ არავის შეუძლია იმის სასწაულების მოხდენა, რასაც შენ აკეთებ, თუ მასთან ღმერთი არ არის. ლოგიკური პასუხი ამ დროს რა იქნებოდა? იფიქრიათ? იესო ქრისტეს რო ესე ეთქვა, დავიდა შენამდე? მიხვდი რომ სწორ ადგილზე მოხვდი? ხო სწორი იქნებოდა. ნუ ლოგიკურად ეს იქნებოდა სწორი პასუხი. მაგრამ იესო ისეთ რამეს პასუხობს, საერთოდ არ არის შეხებაშიც არ არის კითხვასთან. იესო უნდა ჭეშმარიტად გეუნები შენ თუ მაღლიდან არის შვები, ვერც კი იხილავ, არათუ შეხვალ. ვერც კი იხილავ სასუფეველს. მიუხედავად იმისა, რომ რაბი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ მოსეს ხუთწიგნეული იცი. მე გახსოვ წინა მსახურებაზე რა თემა ვილაპარაკე. გუშინდელი მანა. ცხოვრება ვიცით. ნიკოდემოსის სტილი, საერთოდ რელიგიური ადამიანის ცხოვრების სტილი არის ეს. მე ვისწავლე და ვიცი. მე წავიკითხე და ვიცი. მე გამოვიარე ცხოვრება ტრადიციით, რამით ჩამომიყალიბდა ცოდნა და ვიცი. ჩვენ გვაქვს ლიტურგია. ვიცით ღმერთი როგორ განვადიდოთ. გასაგებია? ჩვენ გვაქვს წყობა, გვაქვს რაღაცები, გვაქვს კანონები, გვაქვს ვიცი. და ნიკოდემოსის და საერთოდ რელიგიური ადამიანების ცხოვრების წესი ეს არის ცხოვრება ვიცით. აი მე ვიცი და ვცხოვრობ. მაგრამ ქრისტე ელაპარაკება სხვა რაღაცას. ცხოვრება ცოცხალ ღმერთთან ერთად. დღეს ლოცვით მსახურებაზე ვამბობდი. რატო არ ეუბნეოდა მოსეს ღმერთი, რა იქნებოდა ხვალ? როგორ ფიქრობთ?
როცა დღეს ვიცი რა იქნება ხვალ, მე ვცხოვრობ იმით რაც ვიცი. მაგრამ ღმერთი არასდროს არ გელაპარაკება რა იქნება ხვალ. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როცა ღმერთი რაღაცას აფრთხილებს. ღმერთს უნდა რომ იცხოვრო დღეს მასთან ერთად. პავლე მოციქული რას ეუბნება, როცა ყოფილი სავლე დამასკოს გზაზე მიდის, დიდი ნათელი გამოეცხა და დაბრუნებული ეცემა დაბლა. ესმის ხმა, საულ, რად მდევნი მე? რას ეუბნება, ვინ ხარ შენ უფალო? პირველი კითხვა. ვინ ხარ შენ უფალო? მე ვარ იესო, ვისაც შენ დევნი. მეორე კითხვა რა არის? რას მიბრძანებ რო გავაკეთო? რას გიბრძანებ? ეხლა წახვალ აქ, მე გააკეთებ იმას, მე 10 წლის მერე წახვალ იქ, 15 წლის მერე წახვალ იქიდან იქ, მე მიხვალ და მოციქულები გაღიარებენ და ხელშამოგართმევენ და გეტყვიან რომ შენც მოციქული ხარ, მე კიდე ამას გააკეთებ, მე ესე უთხრა? რა უთხრა? შედი ქალაქში და გეუწყება. შედი ქალაქში და გეუწყება. იცი, ღმერთს უნდა რომ ყოველ დღე მე ვიყო მასთან. ყოველ დღე მივიღო მისგან. და ყოველ საღამოს მქონდეს განცდა ღმერთო, ყოველივე ისე გავაკეთე როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის. ეს არის ღმერთთან ერთად ცხოვრება. არა პურით ერთითაც ცოცხლობს ადამიანი, არამედ იმით რაც იცის. ასე? არა პურით ერთითაც ცოცხლობს ადამიანი, არამედ წმინდა წერილი ამბობს, ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. და სად არის ეს ღვთის ბაგე? ჩვენ ამას ეკლესიაში ბევრი გვილაპარაკია. ეს ღვთის ბაგე ხშირად ჩვენ სულშია. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვა და დრო გამოვიყენოთ, იესო ეუბნება ნიკოდემოს, რომ თუ არიშვები ზეციდან, პირველი ცათა სამეფო შესასვლელი გადის ზეციდან შობაზე. ეს რას ნიშნავს? როცა მიიღე იესო ქრისტე როგორც მხსნელი და როგორც უფალი. შეუძლებელია იესო ქრისტე მიიღო როგორც მხსნელი და როგორც უფალი. შეიძლება თქვა რომ ის არის უფალი. თუ პირველი არ მიხვდები, რომ შენ ცოდვილი ხარ. იმიტომ რომ ტიმოთეს წერილი ამბობს, რომ იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მორწმუნეების გადასარჩენად. ამენ. არავითარ შემთხვევაში. იესო ქრისტე მოვიდა ქვეყნიერებაზე წმინდანების სასაყვანად. ამენ. არც ასე არ წერია. იესო ქრისტე გამოჩნდა წუთის სოფელში. მოეძებნა ყველაზე ერთგულები და შეეკრიბა. არც ასე არ წერია. პავლე მოციქული ამბობს, იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარო. იმიტომ რომ როცა მიხვდები, როცა რჯულს ისე დაინახავ, როგორც სინამდვილეში რჯული აუცილებლად დაგანახებ, რომ ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ხარ. რჯული კი წმინდა, რჯული ზეციერია, ღმერთისგან არის, მაგრამ მე ვარ იმ მდგომარეობაში, რომ არ შემიძლია, მას მოთხოვნები აქვს, რომელსაც ვერასდროს ვერ დავაკმაყოფილებ. უბადრუკი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის მონობისაგან. მაგრამ მადლობ ღმერთს და მერვე თავი ესე იწყება. ახლა კი არავითარი მსჯავრდადება არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად, ვინაიდან სიცოცხლის სულის ჯულმა ქრისტე იესოში გამანთავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან. და რა კი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა ჯულმა, რა ვერ შეძლო? ჩემი გაკეთილშობილება ღმერთმა წარმოგზავნა თავისი ძე ცოდვილის სხეულის მსგავსებაში და მსჯავრი დადო ცოდვას ხორცში, ვის ხორცში? ქრისტეს ხორცში. და ეს არის ზეციდანშობის მთავარი ფუნდამენტი, რომ ის მოკვდა ჩემს ნაცვლად და მე უნდა ვიცოცხლო, მე ვცოცხლობ დღეს მის ნაცვლად. მე კი არ გადავკეთდი, კი არ გამოვსწორდი. ეს არის ცხოვრება სხვისი სიცოცხლით. გასაგებია? ზოგს გონია ზეციდანშობა უბრალოდ ტერმინია და ღმერთს უნდა ჩვენი გამოსწორება. ღმერთს ჩვენი გამოსწორება არ უნდა. ძველი უნდა მოკვდეს და ახალი უნდა დაიბადოს. ეს არის ქრისტიანობის მთავარი ფუნდამენტი, პრინციპი. ამის გარეშე ქრისტიანობა რჯულია და მეტი არაფერი. ჩვეულებრივი წესების და ჩვეულებების დაცვა არის. და ფანტაზია და თავის მოტყუება არის და მეტი არაფერი. ილაპარაკებ ქრისტეზე, რომელსაც არ იცნობ. ილაპარაკებ ქრისტეზე, რომელთანაც ერთხელაც კი ურთიერთობა არ ქონია. ილაპარაკებ მასზე როგორც წიგნის პერსონაჟზე, გეცოდინება მასზე ძალიან ბევრი და წარმოდგენა არ გექნება სინამდვილეში. რა უნდა მას შენგან? და რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ხშირად ჩვენ ამაში ვცხოვრობთ და ჩვენი სამოსელი
ფარავს ჩვენში შიშვლეს. როგორც ლეღვის ფოთლები ფარავდნენ მის უნაყოფობას. ხშირად ლაპარაკობთ ქრისტეზე ძალიან ბევრ თეზისებს. ერთ-ერთ წინამსახურებაზეც ვახსენეთ, ჯონ ვესლიზე როცა ვერიკუ ამბობდა. ჯონ ვესლი წერდა, მან ბევრი რამე იცოდა ქრისტეზე. და ის კაცი მას უბრალოდ ეკითხებოდა, იცნობ მას? არა, მე მასზე ვიცი. არ გეუბნები შენ რა იცი? იცნობ მას. არა, იცი, მე ვიცი, რომ ის ჩემთვის მოკვდა. იცნობ მას, ემნა. და მე წერს თვითონ. მე მივდიოდი ამერიკის მოსაქცევად. ვინ მომაქცევდა მე თვითონ. იცი, ზუსტად ეს არის. მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ ხედავთ, რომ ზეციდან შობა, ეს არის იცით რა? ვიცით ზეციდან შობის შესახებ. მე არ გეუბნები ზეციდან შობის შესახებ, იცით თუ არა? განგიცდია ეს. გრძნობ, რომ შენ სინამდვილეში მოკვდი, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩემი ძველი კაცი. რომ ქრისტე მოკვდა იქ ჩემს ნაცვლად და მე დღეს ვცოცხლობ მის ნაცვლად. თუ არ შეეხო ის ასე შენ ცხოვრებას, თუ ეს აქ ვიცი, აქ კი არ უნდა იცოდე, ეს აქ უნდა გრძნობდი ამას. სინდისში უნდა იყოს სიცოცხლე, რომ შენ აღარ გაქვს უფლება სხვისი შენი სიცოცხლით იცოცხლო. მოდი ცოტა დროს გამოვიყენებ. მე არ ვიცი, ღმერთი აღმზრავს ეს გითხრათ. ეს ხშირად გვიტყვამს ეკლესიაში. კლასიკური მაგალითია. როცა ორი ძმა ცხოვრობდა ერთ ქალაქში. ტყუპები ძალიან რო გავდნენ ერთმანეთს. სახეზე გავდნენ გაჭრილი ვაშლებით ერთმანეთს, მაგრამ ბუნებით აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ. ერთი იყო კეთილი, მორწმუნე, ღვთისმოსავი კაცი, მეორე კიდე პირიქით ბოროტმოქმედი და ერთხელ ეს ბოროტმოქმედი ვიღაცას დაესხა თავს, ერთი ოჯახი ამოწყვიტა და მოდევენ დასაჭერად. თურმე ეს კაცი გამორბის გასისხლიანებული ტანსაცმელი და ყველაზე ახლოს მისი ძმის სახლი იყო და შეირბინა მისი ძმის სახლში. ძმაო, მიშველე გადამარჩინე, ეს კაცი არც დაფიქრებულა. გახადა ტანსაცმელი ჩაიცვა თვითონ. რომ მოვიდნენ, ამას ხედავენ სისხლიანს. დაიჭირეს, წაიყვანეს, წავიდა გამოძიება, ეს კაცი დუმს, არაფერს არ ამბობს. ყველა ფაქტი ამის წინააღმდეგარი, შედგა სასამართლო და სასამართლო მიუსაჯა სიკვდილით. და მე უთხრეს, ბოლოს სიტყვა სხვა არ ეტყვიო და მოითხოვა ბოლოს სიტყვა ვიტყვიო. ერთი სურვილი მაქვს, სანამდე დამხვრიტავთო, მინდა რომ ერთ წერილს დავწერო და მინდა რომ ეს წერილი ჩემ ძმას გადასცეთო. ეს კაცი თურმე დაწერა წერილი, გამოართვეს, შეგისრულებთ ამ სურვილსო, წაიყვანეს, დახვრიტეს, მოკლეს და ეს წერილი მიიტანეს მისი ძმის სახლში. მისმა ძმამ გახსნა წერილი და კითხულობს, ძმაო, მე ვკვდები შენს ნაცვლად, შენი ცოცხლე ჩემს ნაცვლად. სულ 10 წუთის შემდეგ მოდიან მისი ძმაკაცები თურმე. ახალი საქმეა, წავედით, რაღაცაა გასაკეთებელი. ესე უნდა, არაო. შანსი აღარ არის. ეხნები რატო? რა მოგივიდა? რა დაგემართა? მე მოვკვდი. როგორ მოკვდი? ეხნებიან. როგორ მოკვდი? ცოცხალი ხარ, კაცო, ხედავთ. ამოიღო წერილი და აჩვენა. ნახეთ. სამართლიანობა ლაპარაკობს ერთ რამეზე. მე რო ჩემი სიცოცხლით ვცოცხლობდი, ეხლა მკვდარი უნდა ვიყო. იმიტომ რომ იმას არაფერი არ ჩაუდენია. ყველაფერი მე დავაშავე. სიკვდილი მას არ ეკუთვნოდა, მე მეკუთვნოდა. იმან გადაწყვიტა ჩემს ნაცვლად მომკვდარი იყო და რა სამართალი არის, ეხლა მე ისევ გავაგრძელო სიცოცხლე. სინამდვილეში მე მოვკვდი და მე ეხლა მისი სიცოცხლით უნდა ვიცოცხლო. მე მოვკვდი. ქრისტიანებო ერთი რამე ვირწმუნოთ. ქრისტე მოკვდა, ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის კი არა. მისთვის სიცოცხლო, ვინც მათთვის მოკვდა და მეორე კორინთელების 5:15. პირველი თუ არ იშვები ზეციდან, ვერც კი იხილავ ცათასასუფეველს. მე ქვეყნიერებაზე გავიზარდე, იმ წუმპეში გავიზარდე. ის სიბინძურე იყო ჩემში და როცა ღმერთი შემეხო, ჩემთვის ეს ძალიან აშკარა იყო. მე ვგრძნობდი, მე საიდან ამომიყვანა ღმერთმა და მე ვგრძნობდი ჩემში ახალ სიცოცხლეს. მაგრამ ადამიანები, ვინც ეკლესიაში იყვნენ, დაიბადნენ ეკლესიაში, გაიზარდნენ ეკლესიაში, ხშირად ვერ აფიქსირებენ. მე გამიკვირდა, როცა ფრანკლინ გრემის გადაგებას უსმენდი. მან თქვა 27 წლის ვიყავი რომოვინანი. მამამისი იყო ბილი გრემი. სოფლიოში ცნობილი ევანგელისტი. 27 წლამდე რას აკეთებდა? არა, ეკლესიაში დადიოდა. მაგრამ 27 წლის ასაკში შეეხო ღმერთი. 27 წლის ასაკში მიიღო ქრისტე როგორც პირადი მხსნელი და დაიწყო სიცოცხლე ქრისტესთვის. გასაგებია, პირველი თუ არ იშვები ზეციდან, ვერც კი იხილავ ცათასასუფეველს. იოანეს 3:3. შემდეგი კიდევ ერთი ადგილი მინდა წაგიკითხოთ. მეორე, მათეს 18:3. იესომ მოიყვანა ბავშვი, დააყენა მათ შორის და უთხრა, გეუნებით თქვენ, თუ ისი არ მოიქცევი და არ იქნებით როგორც ეს ბავშვი,
ვერ შეხვალთ სათა სამეფოშიო. ანუ სათა სამეფო არ არის ესე რომ მე ჩავთვლი და ის ჩემთან არის. არა. შენ კი გინდა შეხვიდე სათა სამეფოში. მაგრამ იქ ვიზა უნდა გქონდეს რომ შეხვიდე. ეს ვიზა რაღაცებზე გადის. გასაგებია? პირველი ეს ვიზა გადის ზეციდან შობაზე. ქრისტემ თქვა თუ არ იშვები ზეციდან, ვერც კი იხილავ. მეორე დააყენა ბავშვი და თქვა თუ არ იქნებით ამ ბავშვივითო, ვერ შეხვალთ სათა სასუფეველში. არის პრინციპები. არის პრინციპები. აი, რა არის განსაკუთრებული ბავშვი? უშუალოობა, მინდობა, დამოკიდებულება. იცი ბავშვები როგორები არის, მან ნდობა აქვთ. შეიძლება ის მკაცრად დასაჯო, მეორე წუთში მაინც იმიტომ რომ ნდობა აქვს. ის მიმდობია, ის გენდობა. მოდი ერთი პრინციპი ავიღოთ და ვთქვათ. თუ ვინმე სიკეთე გაგიკეთა, მარადისობა არ დაივიწყო. თუ ვინმე სიკეთე გაუკეთე, იქვე დაივიწყე. ეს დიდი სიბრძნე არის. ამიტომ ქრისტემ თქვა მეორე პრინციპი. თუ არ იქნები როგორც ბავშვი, ვერ შეხვალ. მოდი ვეცადოთ რომ ვიყოთ ბავშვი. მოდი ნუ ავკრიფავთ რაღაცეებს. 100 წლის წინ გაკეთებული მახსოვს. ეგეთია. ნუ იფიქრებ ჩემზე რომ ეგეთი ვარ. იმიტომ რომ იმეც გაგიცრუებ. ხვალ ესეთი აღარ ვიქნები როგორც დღეს ვარ. ყველაფერი შეიცვლება და დარჩები შენს ჩამოყალიბებულ ასრთან ერთად. მე ჩემ თავს ვეუნები. მე არ ვიფიქრებ შენზე რომ შენ ეგეთი ხარ. გასაგებია? მე ვილოცებ რომ ღმერთმა ყველაფერი შეცვალოს. მე ვილოცებ რომ ღმერთმა ჩემი აზრები შეცვალოს. გასაგებია? ნუ გექნება ვნახოთ. აი ბავშვები არასდროს არ არიან ასე, აი ვნახოთ. მე დავდგები და შორიდან დაველოდები, ვნახოთ ერთი რა გამოვა. ისინი ძალიან უშუალოები არიან. ისინი გამოხატა უშუალოები არიან. ღმერთმა თქვა, თუ არ იქნები როგორც ბავშვი, ვერც კი ვერ შეხვალთ სათა სასუფეველშიო. მოდით ხილად ვიყოთ, ჩვენ გვინდათ სათა სამეფო. ჩვენ ვამბობთ ფილიპელების 3:20, ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, მაგრამ გააქვს პასპორტი? აბომაჩვენე. ეს ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეობა იყოს ზეცაში, მაგრამ ჩვენი მოქალაქეობა რომ იყოს ზეცაში, ის გადის ვიზაზე. და ეს ვიზა რომ მიიღო, ეს სამი რაღაც არის მინიმუმი, რაც ახლა უნდა გითხრათ. პირველი და მეორე გითხარით, მესამე. ახლა ვეგეტყვით მესამესაც. მესამე მათეს 5:20. ასევე ქრისტემ თქვა, ეს ქრისტეს სიტყვები, ეს არ არის ჩემი სიტყვები. გეუბნები თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სამეფოში. დაუკვირდით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისეველთა და მწიგნობართა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სათა სამეფოში. კი გაქვს სურვილი რომ მიიღო ვიზა, მაგრამ ვერ მიიღებ ვიზას. რატომ? გახსოვთ ერთ ამბავს გაგახსენებთ. პეტრე რომ მივიდა ქრისტესთან, მათი სახარების მე-18 თავია. რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემ ძმასო? 7ჯერო? გიფიქრიათ ამაზე? რატო უთხრა 7ჯერ და რატო არ უთხრა 3ჯერ? ერთხელ, ორჯერ, 3ჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ. რატო უთხრა 7ჯერს? აბა ვინიცით? სიტყვა 7 ნიშნავდა სრულყოფილებას. 7 დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო, მე 7 დღეს მოისვენა. და რჯულის თანახმად, რჯულის განმარტების თანახმად, ეს არ ჩანს პირდაპირ არსად, მაგრამ რჯულის განმარტების თანახმად არ იყო მარტო ბუკვალური რჯული დაწერილი, ასევე არსებობდა მისი განმარტება, მისი ინტერპრეტაცია. გასაგებია? რჯულის სწავლების თანახმად და რჯულის განმარტების თანახმად პიროვნება 7ჯერ თუ აპატიებდი, სრული უფლება ქონდა მის მერე უკვე ისე მოქცეოდი როგორც იმსახურებდა. გასაგებია? ამიტომ 7ჯერ ეს ნიშნავდა რომ ეს იყო სრულყოფილება, რომ შენ უკვე ყველაფერი გააკეთე. გასაგებია? სიმართლე, რჯულის სიმართლე ამბობდა რომ თუ 7ჯერ აპატიე, შენ თავისუფალი ხარ. და ქრისტემ რა უთხრა? პეტრე, როგორ შენ შეგიძლია 7ჯერ აპატიო ვინმეს? რას ლაპარაკობ, პეტრე? ეს თუ შეგიძლია, შენ ფრთებს მალა უკვე ტანსაცმლის ქვეშ.
თუ გახსოვთ ახალგაზრდა კაცი ქრისტესთან რომ მივიდა და უთხრა, რა გავაკეთო რომ სასუფეველი დავიმკვიდრო? ქრისტემ რა უთხრა? დაიცავ იმ ცნებები. იღრებით ხარი. მაგას ბავშვობიდან ვიცავ. იცი ჩვენ ხშირად ამ ბიჭსაც ეგონა, მაგას ხო ბავშვობიდან ვიცავ, 99% ცათა სამეფო ჩემია. მაგრამ ქრისტემ თქვა, ერთი რაღაცა არის, ერთი ძალიან მცირე, სულ ცოტა. გაყიდე შენი ქონება და დააურიგე ღარიბებს და შენ მე გამომყევი. მე მას რომ მართლაც ცათა სამეფო ნდობოდა და ის მართლა მნიშვნელოვანი ყოფილიყო მისთვის. მე სიმდიდრეს თან ვერ წავიღებ. აქედან ჩვენ იქ ვერაფერს ვერ წავიღებ. მაგრამ მისი სამეფო, მისი სიმდიდრე იყო. იქ მისი გული გამოჩნდა. და რა უთხრა ქრისტემ პეტრეს? არ გეუბნევი 7-ჯერ პეტრე. აბა რამდენჯერ? 3-ჯერ? პეტრეს გონია რომ უფრო ნაკლებს ეთქვის. იმიტომ რომ 7-ჯერ ვის შეუძლია. აბა 3-ჯერ? არა პეტრე. 70 გზის 7-ჯერ. 70-ჯერ 7 რამდენია? 490. დღეში რამდენი საათია? 24. საათში რამდენი წუთია? 60. გაყევით აბა ეს 490-ზე ნახეთ რამდენს მიიღებ. ყოველ 2 წუთსა და 2 წუთ ნახევარზე ცოტა მეტი. ყოველ 2 წუთ ნახევარში ფაქტიურად თუ შეგწოდა შენმა ძმამ, შენ ნაპატიო. ანუ ეს თან დღეში, მე დღეღამეში ვამბობ და ჩვენ დღეღამეში ხوار ვართ აქტიურები, ჩვენ სადღაც 8 საათი დღეში გძინავს. მეთანხმებით? ძილში ვერც ვერავინ შეგწოდავ და ვერც ვერავინ საპატიებ. ანუ ფაქტიურად იცი რა არის ეს გამუდმებული არის ესე იგი თელი ჩვენი სიცოცხლის აქტიური დრო ჩვენ მუდამ პატიებლები უნდა ვიყოთ. აი ცათასასუფევლის სიმართლე. ეს არის ცათასასუფევლის სიმართლე. აი ხო არის სამართალი რაზედაც დგას. ქრისტეუნება თქვენ გსმენიათ რა ეთქვა ძველებს. შეიყვარე მოყვასი შენი, შეიძულე მტერი შენი. მე გეუბნებით, ქრისტემ თქვა. მე გეუბნებით, შეიყვარე მტერი შენი, ქველმოქმედება გაუწიე შენს მოძულეს, ილოცე თქვენი მდევნელებისა და თქვენი შემმიწროებლებისათვის. მეგობრებო, არის სიმართლე. იცი, როცა სიმართლეს ვლაპარაკობთ, ადამიანს გულზე მოეშვებათ ხოლმე, მე სამართლიანი ვარ, ბევრი ლაპარაკობს, მე სამართლიანი ადამიანი ვარ. შენი სიმართლე დანასავი თუ ჭრის, ეს სიმართლე აღარ არის. შენი სიმართლე თუ ტანკივით ანგრევს, ეს სიმართლე აღარ არის. სიმართლე სიცოცხლეზე გადის. ქრისტემ თქვა, პავლე მოციქული ამბობს ამ სიტყვებს რომაელების მე-14 მუხლში. ცათასასუფეველი, საჭმელ სასმელი კი არ არისო, პავლემ თქვა. ცათასასუფეველი, მატერიალური მდგომარეობა კი არ არის. ზოგს რო გონია, რომ სასუფეველი კარგი სცენა, კარგი კათედრა, კარგი მიკროფონი, რაღაც ისეთ მე ღმერთმა მაკურთხა, მე ღმერთმა მცხო აინახე, ეს იცი რა ღირს, ეს არ არის ცათასასუფეველი. ცათასასუფეველი აპელატები არ არის. წოდებები არ არის. ცათასასუფეველი ხარისხი არ არის. არქიმანდრიტ რაღაცა დოქტორი, რა ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი. ეს არ არის ცათასასუფეველი. ცათასასუფეველი სამი სიტყვით აღწერა წმინდა მოციქულმა. ეს არის სიმართლე, სიხარული და მშვიდობა სული წმინდით. თუ ცათასასუფევლის სიმართლეს მიიღებ, ამას მოყვება სიხარული. უეჭველი სიხარული. და რომელიც მოგიტანს მშვიდობას საბოლოო ჯამში. ეს არის ცათასასუფეველი. არსებობს ცათასამეფოს სიმართლე და ცათასამეფოს სიმართლე რომ მიიღო, ამას უნდა ეზიარო. გასაგებია? წმინდა მოციქული პავლე პირველი კორინთელების მე-15 თავის 9 მუხლში ამბობს, რაც ვარ ღმერთის მადლით ვარ და ღმერთის მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მე ჩრომობდი, არამედ ღმერთის მადლიო. ანუ ზოგს გონი მე მივიღებ ცათასასუფეველის სიმართლეს. ჩვენ ღმერთის მადლი გვჭირდება იმისთვის რომ შევძლოთ მისი მიღება. ანუ მეგობრებო, რა მინდა რომ გითხრათ? იმისთვის რომ ცათასამეფოსთან შევძლოთ
და ჩვენი ლოცვა აღსრულდეს. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს სახელი შენი და მოვიდეს მეფობა შენი. ვით არცაც ცათაშინა, ეგრეც ამ ქვეყანასა ზედა. სამი რაღაც, სამი პატარა პუნქტი. პირველი, აუცილებლად უნდა იშვაზე ციდან. აუცილებლად უნდა გაიარო ეს გზა, აუცილებლად უნდა კონდეს განცდა, რომ ქრისტე, მე კი არ ვიცი, რომ ქრისტე მოკვდა ჩემს ნაცვლად. მე მჯერა, მე ვგრძნობ ამას, რომ ის მოკვდა ჩემთვის და მე ამ წუთის სოფელში ვცოცხლობ მისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, ქრისტე მეუნევა, რომ მე უნდა ვიყო მიმდობი, უშუალო, სუფთა. გასაგებია, მასზე დამოკიდებული. და მესამე, ცათასასუფევლის სიმართლე. ამ სამი რაღაცის დაუკმაყოფილებლობა, მე შეიძლება მქონდეს ძალიან დიდი ცოდნა, მე შეიძლება მქონდეს ძალიან დიდი სურვილი, მე შეიძლება მქონდეს ძალიან დიდი ერთგულება. პავლე მოციქული ვინ იტყვის ყოფილი სავლე, რომ სავლე ერთგული არ იყო. როცა სტეფანეს ქოლავდნენ, სავლე იქ იდგა მაშინ. და ტანსაცმელს ყარაულობდა იმათი, ვინ სტეფანეს ქოლავდა. და რატო? იმიტომ რომ ერთგული იყო, იმიტომ რომ ეგონა რომ ამით ღმერთს ემსახურებოდა. გასაგებია? შენ შეიძლება გქონდეს დიდი ერთგულება, შენ შეიძლება იყო დიდი პატრიოტი. მაგრამ რა უთხრა ქრისტემ ნიკოდემოს? ამით შენ ვერც კი იხილავ სასუფეველს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ცათა სამეფო ეს არის ცხოვრება ქრისტესთან ერთად. ეს არის არა მასზე ცოდნა, ეს არის მისი მიღება ჩვენს ცხოვრებაში.